გაიხსენეთ ბავშვებო, პირველ გაკვეთილზე ჩვენ ვისწავლეთ კვერექსი და მე ვთქვით ამინი და მეორე გაკვეთილზე სამჯერ წმინდაო ღვთისო. ასე იწყება ხოლმე წესები, აი საჯანმრთელო ლოცვები, გარდაცვლილების ლოცვები, აი ასე იწყება, მაგრამ წირვაში სხვანაირად ითქმის. ჯერ ორჯერ უნდა ვთქვათ წმინდაო ღმერთო. მერე უნდა ვთქვათ წართქმის მონაკვეთი და მერე ისევ თავიდან ერთხელ წმინდაო ღმერთო. აი მე მინდა რომ ეს მოასვენინოთ ჩვენს მსმენელებს. ისე როგორც სრულდება წირვაზე. ყველა წირვაზე გარდა საეპისკოპოსო წირვისა. იქ ემატება კიდე და ახლა ჩვენ ჯერ მარტივი საბავშვო წირვისთვის ვემზადებით და საეპისკოპოსო წირვამდე როცა მიგვიყვანს ღმერთი, მერე ვისწავლით სხვა ვარიანტებსაც. ეხლა ვთქვათ ასე. ამინ. ორჯერ ერთი და იგივე წმინდაო ღმერთო, შემდეგ წართქმა და მერე ისევ თავიდან პირველი წმინდაო ღმერთო. გავიგეთ? ხო, ასე იქნება წირვაზე. ამინ, 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 ამინ. ამინ. წმინდა ღმერთო, წმინდა ძლიერო, წმინდა უგდაო შეგვიწყალენ ჩვენ, წმინდა ღმერთო, წმინდა ძლიერო, წმინდა უგდაო შეგვიწყალენ ჩვენ, წმინდა ღმერთო, წმინდა ძლიერო, წმინდა უგდაო შეგვიწყალენ ჩვენ. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსას და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. წმინდა უგდაო შეგვიწყალენ ჩვენ. წმინდა ღმერთო, წმინდა ძლიერო, წმინდა უგდაო შეგვიწყალენ ჩვენ. არა უშავს მერე კარგად რომ ბევრჯერ რო ვიტყვით ერთად, მერე განთავისუფლდებით შიშისგან და ეგეთესად შეეცვლებთ. ეს ვაკმაროთ ჩვენს მსმენელებს ხო დღეს და შემდეგ გაკვეთილზე სხვა რამეს და